და დადგა დრო ვიდეოსი, რომელსაც ყველანი ველოდით, მეც მათ შორის და ვიდეო შეეხება თუ როგორ უნდა გადავიტანოთ ჩვენი კუთვნილი ბიტკოინი ბირჟიდან პირად საფულეზე, სადაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს წვდომა და სხვა არავის. ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ, ბიტკოინი თუ ნებისმიერი სხვა კოინი, რომელიც თქვენ გაქვთ სხვადასხვა ბირჟაზე, ის რეალურად თქვენ მფლობელობაში და თქვენი კონტროლის ქვეშ არ არის, მხოლოდ რეალურად ის არის ბირჟების საფულეებზე და ინტერფეისიდან, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამ აქტივების მართვა. მაგრამ ჩვენ ახლა გადავიტანთ უშუალოდ ისეთ საფულეზე, სადაც მხოლოდ ჩვენ ვაკონტროლებთ მას, ჩვენ გვაქვს გასაღები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გასაღები მაქსიმალურად შევინახოთ, არ დავკარგოთ, თორე ამ გასაღების დაკარგვა ნიშნავს ზოგადად კონტროლის და ფლობის დაკარგვას იმ აქტივზე, რომელსაც ჩვენ შევინახავთ, ამ შემთხვევაში ბიტკოინს ამ საფულეზე. მოკლედ ვიტყვი, რომ ორ სხვადასხვა საფულეს ვიყენებ მე. ერთი არის ელექტრომი და მეორე არის Blue Wallet-ი. Blue Wallet-ი ძირითადად არის ტელეფონზე, როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე და ელექტრომი არის როგორც ტელეფონზე, ასევე desktop აპლიკაციად გვევლინება და უფრო მარტივი გამოსაყენებლად შესაქმნელად საფულის Blue Wallet-ია, ჩვენ შევქმნით Blue Wallet-ზე საფულეს და გაჩვენებთ როგორ უნდა შეიქმნას საფულე, როგორ უნდა შეინახოთ სიტყვები, შემდეგ როგორ უნდა გახსნათ ისევ ეს თუ დაგჭირდებათ და როგორ უნდა მოიქცეთ მაქსიმალურად, რომ თქვენ დაზღვეულები და უსაფრთხოდ იყოთ, რომ არ გახდეთ ჰაკერების მსხვერპლი და ასე ვთქვათ, არ დაკარგოთ თქვენი აქტივები. ახლა კი დავიწყოთ. ეს არის Blue Wallet-ის აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ ბიტკოინზე არის მორგებული. ამ აპლიკაციას ელექტრომისგან განასხვავებს ის, რომ ამ აპლიკაციაში დამატებით არის Lightning-ის ქსელი. უბრალოდ მინდა იცოდეთ განსხვავება Lightning-ის ქსელსა და ბიტკოინის ქსელს შორის. Lightning-ის ქსელი არის უიაფესი, ცენტები ჯდება ბიტკოინის გადარიცხვა, უბრალოდ Lightning-ის ქსელით გადარიცხული ბიტკოინი ასე თქვათ არ არის რეკომენდირებული გრძელვადიანი პერიოდით შესანახად. იმიტომ რომ Lightning-ის ქსელი რეალურად Lightning-ის ქსელი სადაც მიდის ბიტკოინი, იმ საფულის მისამართს ფლობს სხვა პიროვნება, ან რა ვიცი, კომპანია, ეგრეთ ჩათვალეთ, როგორც exchange-ების შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ გადავრიცხავთ ბირჟიდან ჩვენ საფულეზე ბიტკოინის ქსელით და იმის გამო რომ იაფიჩდება, არ გააკეთოთ Lightning-ის ქსელით გადარიცხვა ამ შემთხვევაში. გადახდების დროს ჩვეულებრივად შეგიძლიათ Lightning-ი გამოიყენოთ. კარგი, გადავიდეთ ახლა Blue Wallet-ის აპლიკაციაში. კარგი, დავიწყოთ. მოკლედ Add Wallet-ი სტანდარტულად დავამატებთ საფულეს. მოკლედ აქ ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი, ბიტკოინის სტანდარტული საფულე, რომელიც 12 სიტყვა შეიცავს და მეორე არის მულტისიგი, რომელიც ნიშნავს, რომ თქვენ ქმნით 3 სხვადასხვა საფულეს და აქედან მინიმუმ 2 საფულე გჭირდებათ თქვენ იმისათვის, რომ შეძლოთ ამ wallet-იდან თქვენი აქტივების, ანუ ბიტკოინის გატანა. და რატომ არის მულტისიგი, რატომ უნდა შევქმნათ ახლა ჩვენ? ეს არის ბევრად დაცული, მაგალითად, ჰაკერს თუ ჭირდება ერთი გასაღები მოგპაროთ, აი ის 12 სიტყვა ერთხელ მოგპაროთ, ამ შემთხვევაში მას დაჭირდება 2 სხვადასხვა გასაღების მოგპარვა მინიმუმ, რაც ბევრად ართულებს ამ საქმეს და ბევრი სხვადასხვა ტიპის ჰაკისგან დაგიცავთ მოკლედ. ნუ სახელი რამე დავარქვათ, სტანდარტულად ბანალურად ჩემს სახელს დავარქვევ და დავიწყოთ, მოდი შექმნა multisig wallet-ის. აი აქ არის მითითებული, რომ 3-დან 2 wallet-ი დაგვჭირდება, რომ შევძლოთ შემდეგ თანხის გატანა და დავიწყოთ. მოკლედ, პირველი გასაღები, მეორე, მესამე, სამივე უნდა შევქმნათ და თქვენ შემთხვევაში თითოეულ გასაღებს ამოიწერთ ამ სიტყვებს 12-ვე სიტყვას. ისეთ ქაღალდზე ან არ ვიცი მეტალის რაღაც ნივთზე მაგასაც იყენებენ, ასე ვთქვათ, გასაღების შესანახად, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ქაღალდზე ამოიწეროთ და შემდეგ მოიფიქროთ რამე მეთოდი, რომელიც ასე ვთქვათ, არ დაკარგავთ, არ განადგურდება და შეინახავთ სამუდამოდ, რადგანაც ეს არის მთავარი გასაღები და ამ wallet-ზე შესასვლელი მთავარი მექანიზმი, თორე თუ ამას დაკარგავთ, ასე ვთქვათ, ჩათვალეთ თქვენი აქტივებიც დაკარგული იქნება. მოდი დავსკრინავ პირველ გასაღებს, გადავიდეთ მეორე გასაღების შექმნაზე და დასკრინვაზე.
თქვენ უნდა ამოიწეროთ, ანუ დასკრინვად და ტელეფონში სკრინების შენახვაც გამორიცხეთ, იმიტომ რომ არ არის არც ერთი ტელეფონი დაზღვეული იმისგან რომ გატყდეს, თქვენი სკრინები მოიპარონ და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით მიუდექით ამ საკითხს და შეინახეთ. კარგი, მოკლედ მაქვს ასე ვთქვათ ამოწერილი ამ მომენტისთვის. რა თქმა უნდა, ამ საფულეს მე არ გამოვიყენებ, უბრალოდ საჩვენებლად მჭირდება და შემდეგ სადაც გადავრიცხავ, იმას თავიდან გავაკეთებ და შემდეგ იმ საფულეზე გადავრიცხავ. მოკლედ ეგ არის შეიქმნა multisig wallet-ი და თქვენ რო დააჭერთ ხელს ამ wallet-ს, აქ არის ორი ბატონი, ანუ ღილაკი, ერთი არის receive, მიღება, ანუ ამ მიღებაში არის აი ეს არის ადრესი, ანუ მისამართი თქვენი საფულის, ამას აკოპირებთ, უგზავნით ვინმე ადამიანს თუ უნდა გამოგიგზავნოთ თქვენ ბიტკოინი, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გამოიგზავნოთ ამ მისამართზე ბირჟიდან ბიტკოინი და გაჩვენებთ როგორ გამოვიყენებ. მოდი ახლა განვიხილოთ გაგზავნის შემთხვევაში როგორ ხდება. ჩვენ სტანდარტულად მოკოპირებული რაც გვაქვს მისამართი, მაგას შევიყვანთ ამ ველში, ხოლო აქ ჩავწერთ რამდენი ბიტკოინის გაგზავნაც გსურს, ანუ რა თქმა უნდა 0.00 რაღაცა შეიძლება აქ ჩაიწეროს. ხო, ჩაულებრივად და ეგ არის შემდეგ აქ მივუთითებთ საკომისიოს, ეს არის სისწრაფეზე გათვლილი, ანუ თუ გვინდა რომ მალე გაიგზავნოს, მაშინ მაღალი საკომისიო უნდა მივუთითოთ, ასევე თუ უფრო მაღალს მივუთითებთ, უფრო მალე გაიგზავნება და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა მინდა უცებ გაჩვენოთ თუ როგორ უნდა ასე ვთქვათ გახსნათ თავიდან თუ დაგჭირდებათ თქვენი საფულე და რატო შეიძლება დაგჭირდეთ ახლა მაგას აგიხსნათ. მე როდესაც ვქმნი საფულეს და უკვე შემაქვს ამ ჩემ საფულეზე ბიტკოინი, მე ვდგები და საერთოდ ამ აპლიკაციას Blue Wallet-ს ვშლი სანამ არ დამჭირდება ასე ვთქვათ ბიტკოინის გამოტანა. არ გინდათ და არ გააჩეროთ ეს აპლიკაცია თქვენ ტელეფონში, იმიტომ რომ რისკი მცირედი, მაგრამ მაინც არსებობს რომ ასე ვთქვათ ვიღაცამ წვდომა მოიპოვოს თქვენ ტელეფონზე, შევიდეს და ასე ვთქვათ რამე გააკეთოს. ამიტომ წაშალეთ ყველა ანუ ასე არ გჭირდებათ რეალურად თქვენ ყველა ბიტკოინის შეტანის მომენტში ეს საფულე გადმოწეროთ, შეხვიდეთ, აიღოთ მისამართი, შეგიძლიათ ეს public მისამართი, უბრალოდ სადმე შეინახოთ, დააკოპირეთ თუ გინდათ Messenger-ში ან სადმე გაიგზავნეთ. ეს არის მხოლოდ გამოიყენება ბიტკოინის გასაგზავნად. რა თქმა უნდა, ვიღაცებს შეუძლია შემდეგ ამ public მისამართით იმის გაგება თუ თქვენ რამდენი ბიტკოინი შეიტანეთ თქვენს ანგარიშზე. მაგრამ ასე ვთქვათ, ამის გავრცელება თუ თქვენ პრივატულობას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, დიდად მნიშვნელოვანი არცაა, მაგრამ თუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაშინ ყველა ჯერზე თქვენ უნდა გადმოწეროთ ეს აპლიკაცია, თავიდან უნდა გახსნათ, დააკოპიროთ და გადმოირიცხოთ. ახლა კი გაჩვენებთ როგორ უნდა გახსნათ თავიდან ეს საფულე, რომ იგივე საფულეზე მოხვდეთ, ასე ვთქვათ. ისევ multisig wallet-ს აირჩევთ, ისევ შექმნა და let's start და ნაცვლად იმისა რომ ჩვენ აქ create news ვაჭერდით, ამ შემთხვევაში imports უნდა დავაჭიროთ და აქ უნდა ჩავწეროთ ცალ-ცალკე 12-ვე სიტყვა დაშორებით, მაგალითად hire და აი მსგავსად შეიყვანთ 12 განსხვავებულ სიტყვას, რაც იქნება თქვენ შემთხვევაში თითოეულ გასაღებში. კარგი, ამას აღარ გავაგრძელებ, სამივეში შეიყვანთ პირველი, მეორე, მესამე იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მოგცემთ თავიდან გასაღებს. კარგი, ახლა გადავიდეთ გადმორიცხვის ნაწილზე. აქ არ ვიცი რა მოხდა, კავშირით დაკარგა მიკროფონმა და ცოტა ცუდი ხარისხით მოგვიწევს მოსმენის გაგრძელება. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ტუტორიალი მათთვის, ვინც ჩემთან ერთად აგროვებდით Bitonex-ის პლატფორმაზე, თუ როგორ უნდა გავიტანოთ ამ პლატფორმაზე დაგროვილი ბიტკოინი და როგორ უნდა გადავირიცხოთ. თქვენ ხედავთ ჩემ გვერდით ეკრანს კოლონდებურად, აი ქვევით ასეტის ღილაკს უნდა დავაჭიროთ ხელი, შემდეგ უნდა გადავიდეთ spot-ის გრაფში, რადგან ჩვენ ძირითადად spot-ში ვაგროვებდით ბიტკოინს და უნდა შევიდეთ ბიტკოინი უნდა ავირჩიოთ და აი ქვევით არის withdraw, უნდა დავაჭიროთ withdraw-ს ხელი და აი აქვე უნდა შევიყვანოთ ჩვენი მისამართი, რაც
დაგვიგენერირდა და გადავამოწმოთ მაინც დასაწყისი და ბოლო თუ ემთხვევა ჩვენი საფულის მისამართს რომ დავწუნდეთ მაინც და აქ უნდა ავირჩიოთ შემდეგ ბიტკოინის ქსელი როგორც გითხარით რა თქმა უნდა ბეპოცის მხარდაჭერა არ აქვს Blue Wallet-ს მაგრამ ამით გადაირიცხოთ თქვენ შეგიძლიათ ძირითადად სხვადასხვა ბირჟებზე არ მოხსენდება რომელიმე საფულეს რომ გქონდეს ბიტკოინის საფულეს რომ გქონდეს ასე ვთქვათ ბეპოცის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ბიტკოინის ქსელს აქ მივუთითოთ მაქსიმალური რაოდენობა და წესით თავისით ჩამოგვაჭრის იმ საკომისიოს რომელიც $3 და რაღაც იყო და მოდი ახლა ჩავისუნთქოთ და გავიტანოთ კარგი confirmation-ი კარგი ახლა შევიყვან მე parole-ს დამილოდეთ ნუ შევიყვანე სტანდარტულად კოდი რაც მომივიდა email-ზე თქვენც ეგრე მოგივიდოდეთ და ველოდებით ახლა პროცესი მიმდინარეობს არ ვიცი ამას რაღაც გარკვეული დრო დაჭირდება და ჩვენ ახლა დრო არ დავკარგოთ მოდი განვიხილოთ Binance-ის იუზერებისთვის როგორ ხდება პრინციპი ყველგან ერთი და იგივეა თუ როგორ უნდა გაიტანოთ თანხა უბრალოდ ინტერფეისი შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული ახლა გადავიდეთ Binance-ზე კარგი ჩავიწეროთ ახლა ტუტორიალი ასე ვთქვათ Binance-ის იუზერებისთვის აქაც ხვევით ასეთში გადავედი და შემდეგ უნდა გადავიდე spot-ის გრაფაში და აი აქ შეგროვილი ბიტკოინი უნდა შევიდეთ სტანდარტულად ბიტკოინში შემდეგ send on-chain withdrawals უნდა დავაჭიროთ ხელი რადგანაც გავიტანოთ სხვაგან და არა შიდა პლატფორმაზე და სტანდარტულად აქ შემდეგ პირველ გრაფაში ჩავწერთ ჩაწერთ თქვენ მისამართს აქ არის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი ქსელის, Lightning-იც, Bepot-იც, Bitcoin-იც, Ethereum-იც ნუ რა თქმა უნდა თქვენ მაინც Bitcoin-ის ქსელი უნდა აირჩიოთ და ნუ სტანდარტულად როგორც იქ აქაც გაიტანთ არ იქნება პრობლემა ახლა კი გაჩვენებთ ჩვენი ახლანდელი მხარდამჭერი პლატფორმის შემთხვევაში როგორ ხდება გატანა ნუ სტანდარტულია თითქმის ყველგან აქაც ასეთი არის აი სულ ხვევით კუთხეში მანდ გადავალთ შემდეგ ავირჩევთ Bitcoins აი withdrawals უნდა დავაჭიროთ აქ პირდაპირ შემდეგ აქ ავირჩევთ Bitcoins ავირჩევთ პირველივე on-chain withdrawals შიდა გადარიცხვაზე ნულია საკომისიო ანუ არანაირი საკომისიო არ არის როგორც ხედავთ ასევე P2P-ზე შეგიძლიათ გაყიდოთ მაგრამ ამ შემთხვევაში ძვირი იქნება და არ გირჩევთ სავარაუდოდ და on-chain-ს დავაჭერთ აქაც პირველ შემთხვევაში ჩაწერთ თქვენ მისამართს აქაც Bitcoin-ის ქსელი არის სტანდარტულად Bepot-ი აი და Merlin-ი აი ძალიან მცირე არის ამის საკომისიო როგორც ხედავ უბრალოდ ეს ქსელი მეჯერ არ გამომიყენებია არც ვიცი სად შეიძლება ამით გადარიცხვა რო არ მოგატყუოთ და ნუ მოკლედ მაინც სტანდარტულად თქვენ Bitcoin-ის ქსელი უნდა გამოიყენოთ გადარიცხვის მომენტში და ნუ გადარიცხავთ სტანდარტულად რასაც შეაგროვებთ ამ პლატფორმაზე. თქვენ როგორც ხედავთ, აი ველოდებით Bitcoin-ის დარიცხვას pending-ის რეჟიმშია, ამას არ ვიცი შეიძლება დაჭირდეს 20 წუთიც ან ცოტა მეტიც. ნუ არის ნერვიულად თუ დიდი დრო დაჭირდა Bitcoin-ის შემთხვევაში, როდესაც Bitcoin-ის ქსელი თუ რიცხავთ, მსგავსი პერიოდი ჭირდება დაახლოებით და გეტყვით ახლა ზოგად რეკომენდაციას თუ როგორ უნდა შეინახოთ თქვენი სიტყვები, რომ უსაფრთხოდ იყოთ, არ დაკარგოთ და ასე შემდეგ. მე გირჩევთ, რომ თქვენთან ახლოს არ გქონდეთ სიტყვები შენახული, ანუ გქონდეთ ისეთ ადგილას, სადაც თქვენც კი ვერ მიხვალთ მარტივად. არ ვიცი, შეიძლება ყველას გქონდეთ სხვა ქალაქში საცხოვრებელი ან რაღაც მსგავსი და ანუ თქვენ არ გჭირდებათ ხშირად ამ სიტყვებთან და გასაღებთან შეხება. თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ public address-ი, რომელსაც გამოიყენებთ უბრალოდ გადარიცხვების მომენტში, ხოლო როდესაც დაგჭირდებათ უკვე რეალურად თქვენი გასაღები და Bitcoin-ის გატანა, იმ მომენტში უბრალოდ რომ მიხვიდეთ, აიღოთ თქვენი სიტყვები და
ასე ვთქვათ, გამოიყენოთ. მე ჩემ public address გავასაჯაროებ, რადგანაც თქვენ შეძლოთ ტრეკინგი თუ რამდენი ბიტკოინი შემაქვს, რამდენი მიგროვდება, რადგანაც ამ 4 წლის ბოლოს ვფიქრობ, საბოლოოდ რაღაც მეთოდი მოვიფიქრო, რომ ეს ბიტკოინი უფრო მეტად გადავზარო, ანუ ან გავათამაშო, ან ისეთი რაღაც გავაკეთო, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუცვლის ცხოვრებას და აინტერესებს ამ სფეროთი ან რაღაცა მსგავს მოვიფიქრებ, მაგაზე ვფიქრობ და აი საბოლოო ვარიანტზე რომ ჩამოვყალიბდები, გეტყვით. სულ ეს იყო, იმედი არაფერი არ მოვიწყდება, ალბათ წარმატებებს გისურვებთ ყველას და თუ რამე კითხვა გექნება, დავიწერეთ, შევეცდები უფრო კარგად აგიხსნათ. აბა დროებით.